მოკლედ ეხა გამოიჩი შეხვედრა რაღაცა ჩვენ ახალ ოფისზე სადაც ვაკეთებ გასვლას იქ ფლობოთან შეხვედრა გქონდა. საყი დამაგვიანდა დილერშიპში მივიდეთ ეხა ტესლაში, დამატებით ერთი ახალი მანქანა გამოყავს, რომელიც დახვჭირდა. და ნახეთ ეხა რა მანქანა და როგორ არის. ბევრი საქმე ძალიან ეს ბოლო დროა ეს ტელეფონზე ჩავარდნილი მთელი დღე ხმას არიღებს. ძალიან დაკავებული არის ზაფხული კალიფორნიაში და ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის, ძალიან ბევრი ბიზნესის საქმეა, ძალიან ბევრი თავასავალი ველოდება წინა. ამიტომ სულთურ გადავიღოთ ყველაფერი და ნახოთ რა ჩინდება. ეს ისო. ეს ანარეკლის ამბავია. ეგეთი ამბებია მოკლედ. გიორგი ძალიან გადართულია საქმეზე ხალხო. მე დღეს დიეტაზე ვარ, საჭმელი არ მიჭამია მთელი დღე. ეს ბოლო დროა ძალიან ბევრი საჭმელი ამომიწია და გოგოთა კლენზინგს ვაკეთებ 3 დღიანს ეხა რა, მარტო ლიკვიდი არანაირი საჭმელი. დღეს ვარ მეოთხე დასალევზე, ყოველ 2 საათში უნდა დავლიო. ესეთი დასალევი რა, ყველაფერთან დანომრილი არის. ბევრმა ერთი ნეკნი გატეხილი მქონდა და 5 თუ 6 კვირა უკვე სავარჯად არ წავსულვარ და ძალიან თავს ვუგზნობდი ესა და ამიტომაც დღეს პირველად წავედი საერთოდ სავარჯიშოდ პირველად თვენახევრის განმავლობაში. საჭირო ადამიანო შენ თავს მოუვარო, იქ ყოველთვის კარგ ფორმაში, როცა კარგ ფორმაში ხარ, თავს ბევრად უცებ გზნობ. ნახო ჩვენ მანქანა, აი ხავდა განახეს არგას. აი წინ დგას გამოსადებული ხოდ ბიჭო. აიგე? ანისა ანეს მეორე არის, უეჭველიგა. მარჯვენა არის, მარჯვენა მომიზგოს. კაებია ღია მაგარი. აი რაწერია. კილოცავ შალვა ესე დამაწეს, შაკვარ დააწეს, შალვა დააწეს, რატო არ ვიცი. აცები კი ჭირს. სულ ახალი არის ეს, აი ამას გზა მუშაობ 4 წლის წინ და ესეთ ამბავში არის რა. ამე არ ჭირდეს მაგის მეშინია ეხა. ზა მიჩხაპული, ამას მაინც გადავაკრავ მე. ამის საფერი მაქვს ნაყიდი. გადამომიწიეს ყველაფერი. ესეთი არის ახალი მანქანა შიგნიდან არც ხალი ჩამაქვს არაფერი, არ ვიცი რატო არ მოყვებოდა. მათ რა უთხარი, რავი, ახალ მანქანაცა გაწკერებული იყოს, გაწონებული იყოს, მაგრამ არა, გამოვაყოლეს რაღაცეები, ნახე, ჩვეულებრივი მოცეს და არა ფეიაჭის მონია, რავი. თავარია ეს წინ დაუმაგრო პლეიტი, კარტა ავიღოთ, გასაღები დამტენის ისიც დიდი ეგამბავია რა. ესეც ნაკირავი მანქანაზე გილოცავს. ესე იყოს აქ და სახთება დიდი არაფერი არა რა, ანუ სკამაკა კარგი არის, კაი გამძლე არის, მაგრამ ფიაჭი საერთოდ წავედი თან მგონი აღარა მახამიზდება ხამაზე ვიჯდა მოწო ყველაფერი. და ჩემი კოვორკერი გავაძრე ხა, აი ეს ბიჭი, აი მითხა, შენ აქ მუშაობდი ამ წელს წინ რა, ერთად მუშაობდით მე და ეს. აქ მუშაობდი მიზეზის გამო დავიწყე მუშაობა, თორე არ მჭირდება აქ მუშაობა. სა განსხვავებული ისტორია არის, იმიტომ რომ აქ მოვედეოთ კოსტუმერი, ანუ კომპლეინს ვაკეთებდი რა ამაზე რომ ანუ მეთქი მანქანა გადამიწიეს მაშინ. ძალიან გადაგვიწიეს მანქანის დავიგვიეს დელივერი მანქანის კოვიდის დროს მანქანებს დილეი ქონდა ძალიან 6-დან 7 თვემდე დილეი თუ რაღაცები ქონდა და ჩემი მანქანაზე გავიდა რომ გამოვიწერე 6 თვე გავიდა და მოიყვანთ მანქანა 15 დღეში ტიპებმა გადამიწეს კი მე 8 თვე ბოდიში შემანქანა აღარ available-ია და მიცეს სხვას თქვენ სულად ხო ახლა რასაკეთებს მეთქი და მოკლედ ეგ ამბავი იყო და მე მოვედი აქ კოსტუმერი და კომპლეინი გამეკეთებინა გამომეთქვა ჩემი შენიშნა როგორ complain შენიშნა ხო not satisfied როგორ უნდა თქვა არ ვიცი მაგრამ ხო ეგრე გამეკეთებინა და რაღაცა ისე ლამას შესაძლოა გოგო იყო ხვალზე ხარ და ზე ხა ფრიკი რა დავლაპაკე ისა თემა ხახა საჭირო ხომ ფლირტაობის თემაში ანუ პროსტა ლაპარაკში შეხვიდა ბიზნესი ეგრე გააკეთო ხომ გამოპაკე ისა და იმან შემოთავაზო ვერაფერს ვერ დაეხმარები დღეს მაგრამ თუ გინდაო აქო სამსახური ეძრობა საახანშიო რა და ვეტყვი ჩემ უფროსო რომ მოგცესო რა ანუ და აგიყვანოს say less met რაზეა საუბარი თვითონ მე ჩემი გონებით და იმით ისე წავედი რომ ეხა დაამოღავ მე რო აქ სამსახური გამიწოს ამოგომეთ ჩათვალე რამხელა ბიზნესის opportunity მეძლო მეთქი რომ აქ რომ მუშაობ მანქანებს უოჭველი მამალე მოგცემ მეთქი და არ დააგვიანებენ ამდენი ხანი თქო და ზუსტად აი გეუნები ამ გოგომ იცი რა გააკეთა აი არ ვიცი მე ნახე ისა აღარ ვილაპარაკოს მაგაზე რა მოკლედ წავედით ამ გოგომ მაგარი იჯიგრა მე ამ გოგომ იცი რა ქნა მიცა ჩემი ანუ რეზუმე გაუგზავნე ამან თავის უფროს გადაუგზავნა და არნაი ინტერვიუ არნაი არაფერი და უცებ მეთქეს როდისგან დაიწყო სამსახურიო ხვალ თქო და დეკემბერი იწევოდა მაშინ და მეთქი დავიწყე ეგრევე დავიწყეთ რა სამსახური და აი ზუსტად თუ ვიტყვებოდე სამსახური დავიწყე თუ არა მესამე დღეს ჩემი მანქანა მყავდა
როცა გადამიწეს 6 თვით. თან მყავდა იცი როგორ აქ რომ მუშაობდი ხა გავცნობს სიკეთებს აქ ხედი კი მოწონილი მაქვს მგონი რომ არ შეიძლება ამის თქმა რაღაცა მაგრამ ვიღაცა customer-ის delivery იყო ზეგ რა ანუ 2 დღეში რა და ჩემმა უფროსმა დაუწერა იმას რომ უი თქვენ მაგას რაღაცა მოუვიდაო რა და მოდის ხა მაგას მოგცემს მაგ გადაუვადეს 2 თვით და ის მაგ ამოვცეს მე იმიტომ რომ დავასე ტიპის როგორი როჟაც ვიყავი ისა ესა ყველაფერი და ეგ ამბავი იყო ზუსტად რომ ანუ უცებ მომცეთ ჩემი მანქანა და მაგას ამბობ რომ ანუ მე ბიზნესის ის ვნახე opportunity და ეგრევე ეგ გავაკეთე იმიტომ რომ ეხა ეგ ერთხელ გავაკეთე მე რა გავაკეთე იცით აი ხა ყველა ბევრმა არის მე დავიწყე უკვე უბრალოდ მანქანების ყიდვა იმიტომ რომ ეს მანქანები მაშინ ხო ხვდებით ანუ ნახმარი მანქანები უფრო ძვირი ყიდა ვიდრე ახალი მანქანები იმიტომ რომ ინვენტორი აღარ იყო და უბრალოდ შეიქმნა უკვე scarcity შეიქმნა დიმედი ფო წამოვიდა მაგა და ფასიც უკვე გაიზარდა რა შეუძლებელი ეკონომიკის აკვეთილი არის როცა ნაკლები ინვენტორი აქვს ფასი ყოველთვის იზრდება და ეხა უყურე მე დავამოღამე ესეთი თემა იყო დავიწყე უცებ მანქანების ყიდვა და გაყიდვა პირველ მანქანას მოუგე $12000 მომცეს უცებ მანქანა გავატა ეგრევე გავყიდე დაჟე ტიპის usam მიყიდია CarMax მიყიდე CarMax არის აქ როგორც dealership ერთ-ერთი დიდი dealership-ია ცენტრი მანქანების რომელიც მანქანების ყიდავს და ყიდის CarMax-მა $72000 მომცა მანქანაში რომელშიც მიოცე $60000 თავის ტაქსები ან ყველაფრიანად წამოვიდგინე ეგ ერთი მანქანა ყავდა. მე უცებ გამოვიყვანე სხვა მანქანა, რომელიც მე გავყიდე $8000 მოგებაში. აი იქ უფრო ნაკლები ფული მოცეს მე დროის ამბავში. და ესე უცებ, ანუ მომივიდა თავში ესეთ რაღაც აკეთება რა. და ხო ზუსტად ეგაა, როცა ცხოვრება გაძლევს ლიმონებს, გააკეთო ლიმონის წვენი. Lemonade, when life gives you lemons, make a lemonade. ხო აგიგიათ. ეგ ბაზარია ზუსტად და ეგ გავაკეთე რა. მეტი არაფერი, 3-4 მანქანა გავყიდე ეგრე $40000-მდე გავაკეთე მოგებაში. და კაკას ჩემი კონტრაქტსაც ვადა გავიდა წამოვიდა სამსახურიდან ახლა გადმოახლე არა უნდა თუ გამეახლებინა კონტრაქტი იმიტომ რომ კაი მომუშავე ვიყავი ყველაფერს კარგად ვაკეთებდი ანუ მე კაიფოდი მაგ პონჩი რა კაიფოდი რა ანუ უკვე ვერთობოდი ამ სამსახურიდან ძალიან კაი სამსახური იყო მართლა კარგი სამსახური იყო გადახდათ ძალიან კარგი იყო რა უბრალოდ ერთი მინუსი ქონდა რომ მე ახლა მაშინ არადაგებზე ვიყავით და მინუსი რა ქონდა იცი დილის 4 საათზე მივიდოდი ხოლმე სამსახურში დილის 4 საათზე და საღამოს 11 საათზე მოვიდოდი უკან ხო თელი დღე სამსახურში ვიყავ იმიტომ რომ მაშინ საკეთებელი ანუ კოვიდოს არაფერი არ იყო დილის 4-ზე მივიდოდი ხოლმე სამსახურში ჩეკინს გავაკეთებდი შემოწოდი მე რაღაცა მანქანებს გავამზადებდი გასაყვანად კოსტუმერებისთვის ან დელივერიზე ასაკეთებლად მე ვალაგებდი რომელი მანქანები უნდა გამოიყვანა რომელ დროს როდის უნდა გაგვეყინა მანქანები აუ ჩაბი sales consultant ვიყავი რა და delivery-ის თემაში ხან მაგარს ვერთობოდი იმიტომ რომ მქონდა ხოლმე delivery-ები ხან მანქანების თქვა საათნახევრის შორს ისა ეს და მე მივყვანდი ხოლმე ხალხს ველაპარაკებოდი 3-4 საათი ვუხსნი მანქანა გეტარებინა ყველაფერი ამას ვარ გადავდა 2-3 საათი და ანუ ჩათვალე ერთი მანქანის მიყვანა ჭირდებოდა ხოლმე 4 საათ ნახევრამდე თუ შორს იყო ამასობაში გადავდა დრო სამსახურში და ესე ხდებოდა ხოლმე 11 საათი ვერც ხვდებოდი ხოლმე და მე ამ მანქანებს რომ მივყვანდი ხოლმე უკან მოვიდოდი ხოლმე Uber-ით ბონდ სამსახური ხა კომპანიის კარტა მქონდა და იმით ვიხდიდი Uber-ს ყველაფერს ეგ ამბავი იყო მეტი არაფერი და მაგასობაში გადავდა დრო მეძინა ხოლმე ხანახათა ნაპებს ვიღებდი ხოლმე რა უცებ წაუძნემ წამოუძნემდი ხოლმე უცებ ეგრე იყო ჩემი სამსახურიც ისე რომ ანუ დაჟე ჩემი აი ეს ტიპი ეს ვისაც ველაპარაკებოდი წეღან ხო აი მაგას რო ვკითხე რა თო მე და ეს ვიყავით ერთ გუნდში ვიყავით აუ სამსახურში ამასო მეთქი სამსახური როგორ აიღეთ მეთქი და თქვენ მეთქი და აუ იმდენი ინტერვიუ გავიარე ისა ესა შენო ჩემი ძმა შენ ანიორიო მაგაზე მეთქი და ეგ ამბავი არის ზუსტად რა და მოდი ძალიან ველაპარაკო გამომივიდეს რა მოდი ამას უცებ გადავარქმე ხა ესე და რა ქვია მანქანას სადა დამავიწყოს მოდავაქვათ ჯეორგიან გიან ბისტავაქვთ მოგწონდეს სახელი ან იმას შევახვათ ახე უცებ გავალამაზეთ ჩაო cyber beast არის ეს მანქანა ნუ 0-60 წამამდე ამინთარებს ნუ გითხრათ და დამავიწყო მანქანაზე ზუსტად იგივეაც მეორე არის უბრალოდ ეს მეორე foundation series-ი არის რა ყველაფერი შეიძლება აქ საერთოდ აი სპორტი სტანდარტი ბისტი არის ეს ყველაზე სწრაფი მოუდი არის ეგ არის მოკლედ აითემა აი სიტუაცია და მანქანას კარგად შევალეთ თვალს რამე ჭირს თუ არა იმიტომ რომ მაინც ახლები რომელიც ხომ ეს მანქანები უნდა შეამოწო ყოველთვის რამე ის არ ქონდეს ეს ჩიპი გაპარული რაღაცა დემეჯი არ ქონდეს გაპარული გავაკეთებინო სანამ 20-30 მილს გავატარებ რომ მაინც ახალია ეს მანქანა და უნდა მოუვარო რომ ფასი შეინარჩუნოს აბა დროებით ჯიგრები ხართ ვიყურებთ და ვკითხეთ რამე თუ გაინტერესებთ plan B was they plan A just
ये चाह